დღეს ჩვენ დგავართ შემდეგი რეალობის წინაშე. ჩვენ დაგვიანონსეს ღიად, რომ თბილისსა და რუსთავს შორის აშენდება ქალაქი, რომელიც იქნება 16,000 ბინისგან შემდგარი. 16,000 ბინა არის გორის ზომის ქალაქი. და ინვესტორმა თქვა, რომ ამ ქალაქში 60%-ზე მეტი მოსახლეობის იქნებიან უცხოელები. ანუ თბილისთან აშენებენ გორის ზომის ქალაქს, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა იქნებიან უცხოელები. და ეს არ არის მხოლოდ მთელი მასშტაბი იმ საფრთხისა, რომლის წინაშე ჩვენ დგავართ. პრემიერმა თითქოს დამამშვიდებლად განაცხადა, რომ ეს რა პრობლემაა 16,000 ბინა, მხოლოდ 4 წელიწადში 60,000 ბინა იყიდეს საქართველოს მასშტაბით უცხოელებმა. 60,000 ბინა არის ქუთაისზე ორჯერ დიდი ქალაქი, ერთად რო გავაერთიანოთ. წარმოგიდგენიათ რამხელა მასშტაბებზეა საუბარი. საქსტატი რასაც აღიარებს, ბოლო 10 წელიწადში საქართველოში მუდმივი ცხოვრების ფორმით ჩამოსახლდა 284,000 უცხოელი. ეს რასაც აღიარებენ და რასაც ჯერ არ გვეუბნებიან, გვიმალავენ და რეალური ციფრები როგორია, ეგ კიდე კაცმა არის ის, მაგაზე შეიძლება მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვათ. ჩვენ რომ დავთვალოთ ყველაზე მცირე შემოდინების წლების მიხედვით, აი ეს 10 წლის განმავლობაში ის წლები რო ავიღოთ, როცა ყველაზე ნაკლები უცხოელი შემოვიდა და ასე გადავამრავლოთ მომავალი 10 წლის განმავლობაში, უცხოელების რაოდენობა 2036 წლისთვის იქნება მინიმუმ 410,000. მუდმივ ცხოვრებ უცხოელებზე ვლაპარაკობ, აქ არ იგულისხმებიან ტურისტები, რომლებიც შემოდიან და გადიან. ხოლო სტანდარტული წლები თუ დავთვლით, 500,000 შორს უნდა გასცდეს უცხოელების რაოდენობა მომავალი 10 წლის განმავლობაში. ოღონდ პარალელურად უნდა გვესმოდეს, რომ მინიმუმ 300,000-მა ქართველმა ამავე პერიოდში დატოვა საქართველო. ანუ 300,000 ქართველი ქვეყნიდან წავიდა და იმდენივე უცხოელი ჩამოვიდა. ქართველების სიკვდილიანობა აჭარბებს შობადობის ოდენობას. მატულობს მხოლოდ ის რეგიონები, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. ჩვენ მივდივართ პირდაპირ დემოგრაფიული ყდომის პირას. და ამ პირობებში თუ რაიმე სამოქმედო გეგმა არ დავისახეთ, თვალსა და ხელშუა გაყიდიან ქვეყანას ისე, რომ რაღაც მომენტში უკვე შემოტრიალების წერტილი გადალახული იქნება. ამიტომ აქ ვინც დგას, ყველას ესმის, რომ გამოწვევა და საფრთხე არის რეალური, მომაკვდინებელი საფრთხის წინაშე ვდგავართ. მაგრამ კითხვა იმაშია, რა არის გამოსავალი. არსებობს გზა, რომლითაც ჩვენ ეს გამოწვევა შეგვიძლია დავძლიოთ. და მანდ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ გამოსავალი არსებობს, მაგრამ ის იქნება რთული და საჭიროებს სერიოზულ ბრძოლას და ძალისხმევას. მარტივი გამოსავალი, როცა 7 მილიარდიანი ინტერესი დეევს სასწორზე, არ არსებობს, რადგან ხელისუფლება ამ ინტერესს მარტივად არ დათმობს. რა თქმა უნდა ხელისუფლება იბრძოლებს და რა თქმა უნდა ეცდება ხალხის წინააღმდეგობის დაძლევას. ამიტომ ეხლა მე ვისაუბრებ აი კონკრეტულად ბრძოლის გეგმა რა არის, კონკრეტულად რაშია გამოსავალი და რას ვაპირებთ, რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ. საქმე იმაშია, რომ ამ ბრძოლას ერთი აქციით ვერავინ ვერ მოერევა. რაც არ უნდა მრავალრიცხოვანი აქცია გამოვიდეს, 7 მილიარდიანი ინტერესი საანცვლოდ ხელისუფლება ამას აიტანს. იტყვის, რომ ნუ კი დისკომფორტია, დაზიანდება ხელისუფლება, მაგრამ იტყვის, რომ არაუშავს. აი ერთხელ გამოვიდა ხალხი, გავიგეთ თქვენი ხმა, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვაგრძელებთ. მხოლოდ გრძელი პროტესტი, სადაც აქციების მთელი წყება არ სრულდება, სანამ ხელისუფლება უკან არ დაიხევს, დამაზიანებელი მრავალათასიანი და ათეულობით ათასიანი აქციების წყება, რომელსაც აქვს მზარდი ხასიათი, რომელიც ერთი შეკრებიდან მეორე შეკრებამდე აანონსებს, რომ ბრძოლა გრძელდება და ათეულობით ათასი ადამიანი გამოდის ჯერიდან ჯერზე და დიდი შუალედები კი არ არის ამ ბრძოლებს შორის, არამედ სტაბილური მონაკვეთებია, 2 კვირაში ერთხელ, მაქსიმუმ თვეში ერთხელ დიდი აქციები ტარდება თბილისში
და დიდ ზიანს იღებს ხელისუფლება ყოველი აქციების მზარდი ხასიათის საფუძველზე. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი გენერირება მოხდეს ხალხის ისეთი განწყობების, რომ მეტი და მეტი ადამიანი ემატება მოძრაობას და საბოლოო ჯამში ხელისუფლება იძულებული გახდება აღიაროს, რომ აღარ მიღირს ასეთი პოლიტიკური დაზიანების მიღება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ ხელისუფლების დათმობაც კი შეიძლება მომიწიოს და უკან ვიხევ. მხოლოდ ასეთი განგრძობითი აქციების წყება არის გზა იმისა, რომ ხელისუფლებას უკან დავახევინოთ. ამისთვის ახლა როგორ უნდა მოხერხდეს ეს? საერთოდ უნდა გვესმოდეს, რომ აქცია არ ორგანიზდება უბრალოდ გამოცხადებით და ორგანიზებული სტრუქტურის გარეშე, საორგანიზაციო სამუშაოების გარეშე. თქვენ რაც გინახიათ ის აქციები, რომლებიც ჩვენ ჩავატარეთ ბოლო წლების განმავლობაში, იქნებოდა ეს გარყვნილების პრაიდების წინააღმდეგ 5 ივლისი, 2 ივლისი, 8 ივლისი ან 7 დეკემბერს ამ არაბული ქალაქების წინააღმდეგ წელს შარშან ჩატარებული აქცია, ყველა ამ აქციას წინ უძღოდა ძალიან სერიოზული საორგანიზაციო სამუშაოები. ჩვენ როცა გვიწევს თვენახევრით 2 თვით ადრე გამოცხადება აქციების, ეგ გვიწევს იმიტომ, რომ მანამდე ჩვენი თანამებრძოლები თბილისში თუ რაიონებში აი ასე თანამოაზრეებს აგროვებენ სახელები და გვარები, თითო-თითოდ იციან კაცი, რომელიც მოდის ჩვენთან ერთად ამ ბრძოლაში და მთელი რაიონები იძრება და თბილისში ჩამოდის. ჩვენ დათვლით ვიცით ხოლმე რამდენი ადამიანი მოდის და მაგალითად 7 დეკემბრის აქციაზე თქვენ რაც ნახეთ გამოსული ხალხი, იმ ხალხის ნახევარზე მეტი ჩვენ დათვლით ვიცოდით, რომ იქ მოდიოდნენ რაიონებიდან და ყველა რაიონიდან ჩვეულებრივად შორეული მონაკვეთებიდანაც კი საქართველოსი სვანეთიდან, ზემოაჭარიდან, სამეგრელოდან, გორიდან, კახეთიდან, ყველა რაიონიდან მოდიან ჩვენთან ერთად და რა თქმა უნდა თბილისიდან. და ჩვენ თუ ორგანიზებულად არ გვეყოლა ის ხალხი ამ ბრძოლაში, ვინც გვეუბნება, რომ აი მე მოვდივარ და ერთ კაცად კი არ მოვდივარ, არამედ ჩემთან ერთად თანამოაზრეები, ვინ ჩემ გარშემო ვიცი, ისინიც მომყავს. თანაორგანიზატორად ვარ ამ ბრძოლაში და ჩემთან უბრალოდ ინფორმაციის მოწოდება იქნება საჭირო, რომ ამა და ამ დროს ტარდება აქცია და ჩემთან ერთად წამოვიყვან 5 კაცს, წამოვიყვან 10 კაცს და ასე შემდეგ. ამ გზის გარეშე შეუძლებელია სტაბილურად ვატაროთ აქციები. ამიტომ ეხლა რა არის გასაკეთებელი? ჩვენ დავდივართ თელ საქართველოში, აი ახლა აქ ვარ ჩამოსული, თბილისის ყველა უბნებში ვართ გასულები, ზოგან მეტროსთან მივდივართ, ზოგან აქციებს ვატარებთ თბილისის უბნებში, სხვა კუთხეებში ჩავალთ საქართველოში, ჩვენ ვეძებთ თანამოაზრეებს, რომლებისგანაც ვითხოვთ ერთადერთ რამეს. ამ ხალხმა უნდა გვითხრას, რომ აი ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად ვარ, აგერ არის ჩემი სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. და როცა საჭირო იქნება დიდი გენერალური აქციის ჩატარება, უბრალოდ დამირეკეთ ამ ნომერზე და მარტო კი არ წამოვალ, ხალხს წამოვიყვან ჩემთან ერთად. თუნდაც ერთი ადამიანი რო წამოიყვანოს თვითონ, იქ უკვე ის რაოდენობა, რომელიც ჩაწერილი იქნება ჩვენს რიგებში, გაორმაგდება. ამიტომ ჩვენ ახლა რას ვაკეთებ და რა გვჭირდება? თბილისში საორგანიზაციო ბრძოლაში ვაგროვებთ 5000 კაცს. 5000 ორგანიზებული წევრი გვჭირდება თბილისში და მინიმუმ ერთი იმდენი ჯამში დანარჩენ რეგიონებში. აი ეს 10000 კაცი, რომელიც თბილისში და რეგიონებში იქნებიან, ჩვენ მათ რომ დაუკავშირდებით, თითო რამდენიმე კაცს მაინც წამოიყვანს ორგანიზებულად. 10000 ორგანიზებული წევრი საქართველოს მასშტაბით ნიშნავს, რომ ეს 10000 30000 კაცს მაინც ორგანიზებულად მოიყვანს თბილისში. გადამწყვეტ აქციაზე და ჩვენ თუ ორგანიზებულად 30000 კაცი გამოგყავს და ჩვენ თუ აღარ გვჭირდება ამაში თვენახევრით ადრე საორგანიზაციო თადარიგის დაჭერა, არამედ ნომრები გვაქვს ამ ხალხის, პირობა გვაქვს, რომ ისინი წამოვლენ და 2 კვირით ადრე შეგვიძლია დავაანონსოთ აქცია და 2 კვირაში ერთხელ შევკრიბოთ ხოლმე დიდი აქცია თბილისის ცენტრში. ამას ვერანაირი მთავრობა ვერ გაუძლებს, გარწმუნებთ. ჩვენ თუ 2 კვირაში ერთხელ, მაქსიმუმ თვეში ერთხელ თბილისში ათეულობით 1000-იანი აქციები ვაგროვეთ,
მან დანარჩენი მოსახლეობა, რომელსაც უიმედობა აქვს, შეყრილი, შეხედავს ამ მოძრაობას და იტყვის, აქ ყოფილა იმედი, აქ ყოფილა ძალა და მოდი მე შეუერთდე. და საბოლოო ჯამში ის აქციები ავა 100,000-ზე, 150,000-ზე და მასე დავახევინებთ უკან. არ არსებობს მთავრობას 7 მილიარდიან ინტერესში უკან დაახევინოს 5 კაცმა, 10-მა, 50-მა, გნებავთ 500-მა კაცმა. ამას ჭირდება 1000-ობით თანაორგანიზატორი. ამიტომ რითიც მოვდივართ, რა პირობითაც მოვდივართ. ჩვენ არავის არ ვატყუებთ, რომ მალე მოხდება ეს, მარტივად მოხდება. არავის არ ვატყუებთ, რომ ეს თარიღია კონკრეტული და მან დამთავრდება ყველაფერი. იმიტომ რომ არ შეიძლება, როცა ხალხს ბრძოლაში ეძახი, იმ ბრძოლის რეალური სურათი არ დაუხატო. რეალობა არის შემდეგი: გამოწვევა არის ძალიან მძიმე და 1000-ობით კაცის ჩართვის გარეშე, თანაორგანიზატორად ჩაწერის გარეშე ამ ბრძოლის მოგება არის შეუძლებელი. ამიტომ რითიც მოვდივართ არის შემდეგი: ჩვენ გთავაზობთ ბრძოლას და გეუბნებით გეგმას. გეგმა არის შემდეგი: 5,000 კაცი თბილისში და 5,000 კაცი დანარჩენ საქართველოში ერთად უნდა შეიკრას ამ მოძრაობის წიაღში. თქვენი სახელები, გვარები და ტელეფონის ნომრები გჭირდება იმისთვის, რომ შეგვეძლოს დაგიკავშირდეთ და გითხრათ, აი ამ დღეს გჭირდება შეკრება და ხალხის ნების დაფიქსირება. ჩართულობა არის მთავარი, რითიც მოვერევით ამ მთავრობას და გარწმუნებთ, შანსი არ აქვს. ამ ქალაქებს ესენი ვერ ააშენებენ, მაგრამ ამ ქალაქების იქით ჩვენ მხოლოდ ეს კი არა გვაქვს გასაჩერებელი. ჩვენ საიმიგრაციო პოლიტიკა გვაქვს შესაძლებელი. იმიტომ რომ თუ მთლიანად საქართველოში ამ ბინების უცხოელებზე გაყიდვა, მიწების უცხოელებზე გაყიდვა, მთელი სოფლები რო იგეგმება, ბაზალეთი იქნება, მუხრანი იქნება, საგარეჯო იქნება, მთელი საქართველოს მასშტაბით სოფლები იგეგმება არაბებზე თუ ისრაელის მოქალაქეებზე გაყიდული. ამის შეჩერებას დაჭირდება დიდი მოძრაობის ტალღა და გარწმუნებთ, აუცილებლად მივიყვანთ ამ ბრძოლას ბოლომდე. მოძრაობა არაბული ქალაქების წინააღმდეგ. დაგვიკავშირდით და ჩაეწერეთ ჩვენს რიგებში.